თვითმფრინავის ყველა გამტაცებლის ბედი წინასწარ განსაზღვრულია. ისინი ან ციხეში ხვდებიან, ან ძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს იღუპებიან. მაგრამ წეს, როგორც იცით, ახლავს გამონაკლისიც. მისტერ დი.ბი. კუპერი, კაცი, რომელმაც გაიტაცა თვითმფრინავი, მიიღო დიდძალი გამოსასყიდი და გაუჩინარდა. ეს არის დანაშაული, რომლის გახსნაც ნახევარი საუკუნეა ვერ ხერხდება. 1971 წლის 24 ნოემბერს ავიაკომპანია Northwest Orient Airlines-ის კუთვნილი Boeing 727 მშვიდობიანად აფრინდა პორტლენდის აეროპორტიდან და გეზი აიღო სიეტლისკენ. მგზავრები ბევრნი არ იყვნენ. სალონი დაახლოებით მე-13-ით იყო სავსე. აფრენიდან 8 წუთის შემდეგ ბორტზე მყოფი 36 მგზავრიდან ერთ-ერთმა, რომელიც მე-18 რიგში გასასვლელის მხარეს იჯდა, ბორტგამცილებელ გოგონას, რომელსაც ფლორენს შაფნერი ერქვა, ერთი ჭიქა ბურბონის თხოვა. როდესაც ფლორენსმა მგზავრს სასმელი მოუტანა, მგზავრმა მას ფორმის პიჯაკის ჯიბეში ბარათი ჩაუდო. თავდაპირველად ფლორენსმა ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან არც თუ იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრები ბორტგამცილებლებთან ფლირტს ცდილობდნენ და ამისთვის 1000 გვარ ფორმას იყენებდნენ. ხოდა ფლორენსმაც ჩათვალა, რომ მამაკაცი მას ეფლირტავებოდა. მაგრამ მგზავრი აბსოლუტურად სერიოზულად გამოიყურებოდა და გოგონას თხოვა ბარათი იქვე, მის თვალწინ წაეკითხა. ბარათზე მოკლე ტექსტი ფლომასტერით იყო დაწერილი. მე პორტფელში ბომბი მაქვს. მე მას გამოვიყენებ, თუ ამის საჭიროებას ვიგრძნობ. მინდა რომ ჩემს გვერდით დაჯდეთ. თვითმფრინავი გატაცებულია. ამის ქვემოთ ბარათში უკვე მოთხოვნები იყო ჩამოწერილი. გამტაცებელი წერდა, რომ სურდა მიეღო $200,000, $20 კუპიურებით და 2 პარაშუტი. ბორტგამცილებელი გოგონა, როგორც ბარათში იყო მოთხოვნილი, გამტაცებლის გვერდით ჩამოჯდა. იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გაეფანტა, მამაკაცმა ცოტათი გახსნა თავისი პორტფელი და გოგონა დაარწმუნა, რომ იქ მართლაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. პორტფელში ფლორენსმა ერთმანეთში გადახლართული მავთულები, მცირე ზომის აკუმულატორი და ნათურები დაინახა. გამტაცებელმა მშვიდი ხმით აუწყა გოგონას, რომ ახლა ის უნდა შესულიყო პილოტების კაბინაში და მათთვის მისი მოთხოვნები გადაეცა. გამტაცებელმა გოგონა გააფრთხილა, რომ ბომბს მაშინვე ააფეთქებდა, თუ კი შენიშნავდა, რომ თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას დაიწყებდა. სურათის სრულად წარმოსადგენად უნდა ვთქვათ, რომ 70-იან წლებში წესიერად არც არავინ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედათ ასეთ სიტუაციაში. რაღაც კარგად გათვლილი პროტოკოლები არ არსებობდა და სპეცსამსახურები კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. იმ პერიოდში აეროპორტებში მეტალოდეტექტორები ჯერ კიდევ არ იდგა. ამიტომ ბორტზე შეგეძლოთ ნებისმიერი ნივთი აგეტანათ, რადგან ბარგის გასინჯვა ტექნიკის გამოყენების გარეშე უაღრესად ზედაპირულად ხორციელდებოდა. ზუსტი ინსტრუქცია არც პილოტებს ჰქონდათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გატაცების შემთხვევაში. პილოტებმა, რომლებმაც ბორტგამცილებისგან ინფორმაცია მიიღეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სადისპეჩეროს და გატაცების თაობაზე აცნობეს. საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერია გამოძიების ფედერალური ბიურო. თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცნობილი გახდა ჟურნალისტებისთვისაც, რომლებმაც ისე რომ გამტაცებლის ვინაობაზე იოტისოდენა წარმოდგენას არ ჰქონდათ, მას დი.ბი. კუპერი შეარქვეს. სინამდვილეში ეს პირველი ეჭვმიტანილის სახელი იყო, რომლის ბრალეულობა ძალიან მალევე გაქარწყლა, თუმცა მისი სახელი აი ასე უცნაურად გადაეცა ნამდვილ ბოროტმოქმედს. 3 საათიანი ფრენის შემდეგ გამტაცებელმა პილოტებს თვითმფრინავის სიეტლში დასმის უფლება მისცა. მან მოითხოვა, რომ ბოინგი აეროპორტის შენობიდან ყველაზე მოშორებით არსებულ სექციაში დამდგარიყო, იქ სადაც შეუმჩნევლად თვითმფრინავს ვერავინ მიუახლოვდებოდა. გარდა ამისა, გამტაცებელმა სალონში შუქის ჩაქრობა მოითხოვა. მას ეშინოდა, რომ სნაიპერ შესაძლოა ის მიზანში ამოეღო. მფრინავებმა კი ხელისუფლებას რადიოკავშირით გამტაცებლის ახალი მოთხოვნები აცნობეს. მამაკაცი უკვე მოთხოვნილი ფულის გარდა თვითმფრინავის საწვავით გავსებას მოითხოვდა და ასევე სურდა, რომ არა 2, არამედ უკვე 4 პარაშუტი მიეტანათ. ხელისუფლებამ მოთხოვნა შეასრულა. თვითმფრინავის ბაკების საწვავით გავსება დაიწყეს. ლაინერის უკანა კართან კი ფული და პარაშუტები მიიტანეს. ამის მერე გამტაცებელმა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრიც გაათავისუფლა. ბოინგში მის გარდა 4 ადამიანი დარჩა: კაპიტანი, მეორე პილოტი, ბორტინჟინერი და ერთ-ერთი ბორტგამცილებელი. ფლორენსი არა. FBI-ის აგენტები ცოტა არ იყოს გაუგნებულები იყვნენ. გამტაცებლის ქმედებების ლოგიკა მათთვის გაუგებარი რჩებოდა. თავდაპირველად პარაშუტების რაოდენობა მიანიშნებდა იმაზე, რომ გამტაცებელს ბორტზე თანამზრახველი ჰყავდა. მაგრამ ახლა ეს ვერსია ჩამოიშალა. ბორტზე მყოფი მგზავრების სიის გადამოწმებამ
კუპერის ასე უწოდოთ ჩვენს გამტაცებელს ნამდვილი ვინაობა ვერ დაადგინა. სპეცაგენტების განკარგულებაში მხოლოდ ბორტიდან გადაცემული მისი გარეგნობის სიტყვიერი აღწერილობა იყო. გამტაცებელი თეთრი მამაკაცი იყო, ცაცია, ოდნავ მუქი ფერის კანით, დაახლოებით 40 წლის, სიმაღლე 178-180 სანტიმეტრი, წონა დაახლოებით 80 კილოგრამი. მას ეცვა მკაცრი მუქი კოსტუმი, თეთრი საგულდაგულოდ დაუთოვებული პერანგი, შავი ფეხსაცმელი და შავი მსუბუქი პალტო. განსაკუთრებული ნიშნები გამტაცებელს არ ჰქონდა. პარაშუტის საკითხი გაურკვეველი რჩებოდა. რატომ დასჭირდა 4 პარაშუტი კუპერს? აქამდე არასდროს არავის უცდია სამგზავრო ლაინერის ამ მეთოდით დატოვება. სამგზავრო თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა სულაც არ არის იგივე, რაც სამხედროან სპორტული თვითმფრინავიდან გადმოხტომა. ეს რომ შეძლო უმაღლესი სპეციალური კვალიფიკაციაა საჭირო, ან სიმამაცის და სიბრიყვის დიდი ნაზავი. გამტაცებელი, რომელიც თავდაპირველად აბსოლუტურად მშვიდად იყო და აღელვების არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებდა, ფულის მიღების შემდეგ ცოტა არ იყო შეიცვალა. მას ნერვიულობა დაეტყო. ჩათვალა, რომ თვითმფრინავს საწვავით საჭიროზე დიდხანს მართავდნენ, რის გამოც ეკიპაჟს ისევ დაემუქრა ლაინერის აფეთქებით. თუკი ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც მას სურდა. თუმცა თვითმფრინავის საწვავით ექსცესების გარეშე შეივსო და გამტაცებლის ბრძანებით ბოინგი სიეტლის აეროპორტიდან აფრინდა. იმ მომენტში ყველას ეგონა, რომ ფრენა ხანგრძლივი იქნებოდა, თუმცა ყველაფერი ნახევარ საათში დასრულდა. აფრენისთანავე კუპერმა მოითხოვა, რომ ლაინერს კურსი მექსიკისკენ აეღო. ბორტგამცილებელ გოგონას კი 22 წლის ტინა მაკლოუს უბრძანა პილოტების კაბინაში შესულიყო. კარი ჩაიკეტა და იქიდან ფეხი არ მოეცვალა. რამდენიმე წუთში მართვის პანელზე სპეციალურმა ნათურამ აჩვენა, რომ თვითმფრინავის უკანა კარი გაიღო და სალონში წნევა დაეცა. პილოტებმა კურსი შეცვალეს და ნევადაში ქალაქ რინოში დაფრინდნენ. როგორც მიხვდით, კუპერი ბორტზე აღარ იყო. ფულთან ერთად კი გაქრა 4-დან 2 პარაშუტი. პილოტების ინფორმაციით და მართვის პანელზე ხელსაწყოების ჩვენებების შედეგად FBI-ის აგენტებმა მიახლოებით გამოთვალეს ადგილი, სადაც კუპერი უნდა გადამხტარიყო. იმ მომენტში თვითმფრინავი ღრუბლებში მიფრინავდა და ამიტომ 2 სამხედრო გამანადგურებლიდან, რომლებიც გატაცებულ თვითმფრინავს მიჰყვებოდნენ, კუპერის გადმოხტომის მომენტი ვერ დაინახეს. ადგილი, სადაც სავარაუდოდ უნდა დაშვებულიყო გამტაცებელი, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და შეისწავლეს, მაგრამ არც რაიმე ნივთი, რაიმე კვალი ნაპოვნი ვერ იქნა. შეადგინეს კუპერის ფოტორობოტი, რომელიც ტელევიზიითაც აჩვენეს და ახლო მდებარე ქალაქების ქუჩებში გამოაკრეს. ეჭვმიტანილებად მიიჩნიეს უკლებლივ ყველა მსგავსი გარეგნობის მამაკაცი, რომლებსაც პარაშუტით გადმოხტომის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ამაო გამოდგა. ამასთანავე გამოძიება არც იმ ვერსიას გამორიცხავდა, რომ გამტაცებელი თვითმფრინავიდან გადმოხტომის დროს დაიღუპა. მონიშნულ ადგილას მდინარეც იყო და ერთ-ერთი ვერსიით კუპერი შესაძლოა სწორედ მდინარეში ჩავარდა, პარაშუტი ვერ მოიხსნა და დაიხრჩა. ამ ვერსიის შესამოწმებლად მყინთავებმა მდინარის კალაპოტი საგულდაგულოდ შეამოწმეს. არანაირი რეზულტატი. ერთადერთ ხელჩასაჭით ფაქტად ამ ამბიდან 6 წლის შემდეგ ნაპოვნი რამდენიმე დაზიანებული $20 კუპიურა იქცა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს კუპიურები სწორედ იმ ფულის ნაწილი იყო, რაც გამტაცებელმა 6 წლით ადრე მიიღო. გამოძიება განახლდა, თუმცა წინ ვერც ამჯერად წაიწია. ხელისუფლება შეეგუა იმ ფაქტს, რომ დამნაშავის ბედი სამუდამოდ დაუდგენელი დარჩებოდა და ყველაზე სანდოდ მდინარეში დახრჩობის ვერსია დარჩა. 2003 წელს მამაკაცმა სახელად ლაილი, რომელმაც ტელევიზორში გაუხსნელ დანაშაულებებზე გადაცემას უყურა, ტელევიზიაში დარეკა და შეატყობინა, რომ ფოტორობოტზე, რომელიც გადაცემაში აჩვენეს, მამაკაცი ძალიან ჰგავდა მის გარდაცვლილ ძმას, კენეთ კრისტიანსენს. კენეტი იდეალურად შეესაბამებოდა დამნაშავის პორტრეტს. არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სხვა ნიშნებითაც. ის ომის მონაწილე იყო და შესანიშნავად ერკვეოდა ასაფეთქებელ მოწყობილობებში და პარაშუტით ხტომის სერიოზული გამოცდილებაც გააჩნდა. გარდა ამისა, კენეთ კრისტიანსენიც ცაცია იყო, უყვარდა ბურბონი და როგორც ძმა ამტკიცებდა, 70-იან წლებში მოულოდნელად გამდიდრდა. 1994 წელს კი კიბოთი გარდაიცვალა. ძმა ამტკიცებდა, რომ სიკვდილის წინ კენეტმა მას უთხრა, არის რაღაც, რაც შენ უნდა იცოდე, მაგრამ რისი თქმაც მე არ შემიძლია. ძმამ განაცხადა, რომ მომაკვდავ კენეტს აღარ ჩაეძია და მანაც საიდუმლო საიქიოში წაიღო. ამ ჩვენების საფუძველზე გამოძიება განახლდა.
თუმცა მხოლოდ ძმის ეს მონათხრობი სამხილებად ცხადია ვერ გამოდგებოდა. მით უმეტეს, რომ გამომძიებლებმა კენეტის ნაცნობებიც დაკითხეს და ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათი ნაცნობი კეთილგონიერი და ფრთხილი ადამიანი იყო. ამდენად სამგზავრო ბოინგის უკანა კარიდან ჭექაქუხილის დროს უკიდეგანო სივრცეში გადმოხტომა კენეტ კრისტიანსენის ფსიქოტიპში ვერ ჩნდებოდა. მით უმეტეს, რაკი მას პარაშუტით ხტომის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ისიც მშვენივრად ესოდინებოდა, როგორი იყო გადარჩენის შანსი. Northwest Orient Airlines Boeing 727-ის გატაცებამ 1971 წელს მთელ მსოფლიოში მგზავრების ავიაგადაყვანის უსაფრთხოების სისტემის განვითარებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. დაიწყო მგზავრების ბევრად უფრო დეტალური შემოწმება და თანდათანობით აეროპორტებში მეტალოდეტექტორების გაჩნდა. ხო, ის რომ დღეს თქვენ აეროპორტში გულმოდგინედ გამოწმებენ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ მისტერ კუპერის დამსახურებაა. და ერთის თვითმფრინავებში ერთი პატარა დეტალი გაჩნდა. ეს არის დეტალი, რომელიც ფრენის დროს აეროდინამიკურ ჩამკეტს ქმნის და ფრენისას კარის გაღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ ჩამკეტს დღესაც კუპერის ნიჩაბი ჰქვია.